ხელის გარეშე ყოფნა მართლა წარმოუდგენელი რაღაცა. გზიდან გადავხვდი სატვირთო მანქანით და რა ვიცი, რო გავიღვიძე იქ ხელი უკვე აღარ მქონდა. უყურებდი ძვალს, როგორც მიჩანდა და შველას ვითხოვდი 1-2 საათი მიახლოებით, ყვიროდი ხმა ჩამეხლიჩა. მოტეხილი მქონდა 14 ძვალი, 20% სისხლი დაკარგული მქონდა და ექიმებსაც არ სჯეროდა ჩემი გადარჩენის, როცა უფალმა კიდევ ერთხელ მაჩუკა სიცოცხლე. დამიტოვეს ერთი ძაფი შიგნით, რამაც გამოიწვია ანთება და დაჩირქება. ის ძაფიც შიგნით ჩამიტოვეს. არ მომხსნეს არაფერი, არ უჭირსო. მაგრამ ფაქტია, რომ ანთების პროცესშია და ის ადგილი არ ხორცდება, ის სადაც ჩატოვა ის ერთი ძაფი. იმედი მაქვს, რომ მეც ავიყვან მალე ხელში ჩემ შვილს და ვეთამაშები როგორც სხვა ნორმალური მამები. მამა, ჩამეხუტე ერთი. 25 წლის დანიელი აი ასეთ სალი ხელით ცდილობს, რომ თავის ერთადერთ გოგონას 3 წლის გაბრიელას მოეფეროს, მაგრამ საბრალო ბიჭმა იცის, რომ ის ამას ვეღარასდროს შეძლებს უწინდებურად. ამ პატარა ანგელოზმა კი ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტს უთხრა, რომ თავისი ხელის გადანერგვა სურს მამიკოსთვის. მერე კი პატარა თითებს ახედა და შეამოწმა, თუ მოერგებოდა მამას. სატვირთო მანქანა, რომლითაც დანიელი ხებში გადაიჭიხა, ახალი ნაყიდი ჰქონდა სესხით აღებული ფულით, რათა ემუშავა, რომ სულშვილი მშიერი არ ყოლოდა, ასევე ბინის ქირა რომ გადაეხადა. ცხოვრების ელემენტარული პირობების შესაქმნელად ნაყიდმა სატვირთო მანქანამ კი ცხოვრება სამუდამოდ დაუნგრია. სვანეთის მთების შვილს, ვაშკაც და ღვთისნიერ დანიელ კვანჭიანს ერიდება თქვენთვის დახმარების თხოვნა. არადა მისი ამ ჯოჯოხეთიდან ამოყვანა ხელის პროთეზ შეუძლია. ეს კი $8,000-მდე ჩდება. აი ასე, უიმედოდ გახურებს დანიელი ღია სივრცეს და ოცნებას პროთეზის შესახებ გულში იკლავს. რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს, თქვენს თანატოლებს? უყვარდეთ ერთმანეთი და უყვარდეთ ყველა. როცა ადამიანს სიყვარული გააჩნია, ფალთანაც ახლოს არის. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.